სამეცნიერო კვლევები ტუბერკულოზთან ბრძოლაში. კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულებების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია კაცობრიობის ამ ყველაზე ვერაგი მტრის დამარცხება. არის იმედის მომცემი კვლევები ამ მიმართულებით და მსოფლიო მთელი ყურადღებით ელის მოუთმენლად ამ ახალი ვაქცინების დაანონსებას და ასე ვთქვათ უკვე პოპულაციაში გამოყენებას. კვლევის შედეგები იყო იმდენად სერიოზული და გამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით, რომ ამ კვლევის შედეგები მალევე იქნა აღიარებული ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს FDA-ის მიერ. საზოგადოების ჩართულობა კლინიკურ კვლევებში არის უმნიშვნელოვანესი. დამოკიდებულება ზოგადად კვლევების მიმართ ვიცით როგორიც არის, ხო რა ეს ექსპერიმენტია, მე მიყენებენ. კვლევის განხორციელების თითოეულ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინტენსიური ჩართულობა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მენტორებისგან. ჩვენს ცენტრს აქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ცენტრის ბაზაზე ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული კლინიკური კვლევები. ანუ ეს არ არის კვლევა კვლევისთვის. რეზისტენტული ტუბერკულოზი, როგორც თანამედროვე ჯანდაცვის მთავარი გამოწვევა. ძირითადად მუშაობ და ფოკუსირდებით რეზისტენტულ ტუბერკულოზზე. ტუბერკულოზის მიკობაქტორიასთან ბრძოლა არის დაუსრულებელი. ჩვენივე სტატიაში დავაფიქსირეთ, რომ 27-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რეზისტენტობა ამ ახალი მედიკამენტების მიმართ უკვე დაფიქსირებულია. ახალმა მედიკამენტებმა სრულად, ასე ვთქვათ, ხერხემალში გადატეხა რეზისტენტული ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის მკურნალობა, ანუ როცა ექიმი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ტუბერკულოზის მკურნალობა არ არის მხოლოდ ექიმის და პაციენტის ურთიერთობა და ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა. არიან ადამიანებსაც გახსენებაც არ უნდათ იმ პერიოდის. ტუბერკულოზი იყო სირცხვილი, საშიში. როგორ ახერხებთ დაარწმუნოთ პაციენტი, რომ კვლევაში ჩართვა მისთვის არის მნიშვნელოვანი. ვერ ვამბობდი რა მჭირდა, რა მემართებოდა. ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, დიდი გამარჯვების ისტორია. საქართველო იყო ერთ-ერთი პიონერი ქვეყანა ახალი მედიკამენტების დანერგვაში. გაიმსარდა მკვეთრად მკურნალობის ეფექტურობა. დღეისათვის 14 მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი პროექტი გვაქვს. ეს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა ამ წლის იანვარში, იყო ერთგვარი გვირგვინი დიდი კოლაბორაციის და საკმაოდ ხანგრძლივი კვლევის, რომელიც ხორციელდებოდა ტუბერკულოზსა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და შვეიცარიის ტროპიკულ ინსტიტუტს შორის. სლოგანი დავასრულოთ ტუბერკულოზი იქცევა რეალობა. ნახეთ, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე ეკასანიკიძის საავტორო პროექტში. მედიდეა კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.